აი ახლა გავრცელდა კადრები, როგორი მეწყრული დაგუბება არის ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხემაღალთან და ღვერკთან, რომელიც არის უშუალოდ რკინიგზის თავზე. ან უზარმაზარი წყლის მასა არის შეგუბებული მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად და დაახლოებით როგორც წერენ არის 10-15 მეტრის სიღრმის ეს გუბე და 700 მეტრამდე სიგრძის. და კაცმა არის ის, როდის ჩამოიშლება და დაექცევა თავზე რკინიგზის ხაზს. და ეს არის ის ადგილი, რომ შეგახსენოთ 2-3 სოფელი როა, შუაზე რო გადაეხსნა ხალხს სახლები, ათობით წელი იქ რო ცხოვრობენ და ერთი გზარი რო არ ქონდა კიდეც და სახელმწიფომ თუ კერძო კომპანიამ რაღაც სამუშაოები რო ჩაატარა გზის გაყვანის და ხალხს რო უზარმაზარი ნაპრალები გაუჩნდა, მთელი სოფლები რო უკვე მიწასთან გასწორდა. აი ეგ ადგილებია და კაცშვილი რო პასუხისმგებელი არ არის მაგაზე არავინ. რატო წერე ხა ამ ვიდეოს? სასწრაფოდ უნდა შეფასდეს ამის საფრთხე. რამდენად არის საფრთხე, რომ ჩამოიშალოს ეს მართლა და რკინიგზაზე ჩამოვიდეს ეს შლამი და მეწყერი და თუ არსებობს ეგეთი საფრთხე, იქ აღარ უნდა იაროს, ხო? მატარებელმაც თუ მანქანამაც თუ არ ვიცი, ნებისმიერი საფრთხე უნდა იყოს რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს. არ აყავს პატრონი ვინმე ამ ქვეყანას? აი ესე რო ხა ვიდეოები ჩვენ არ ვწეროთ და ვიღაცა თვითონ არ ავიდეს და არ გადაიღოს, ვიღაცამ უკითხავი ხომ უნდა იყოს ამ ამბის. მოხდება რაღაცა კატასტროფა და მე უნდა იშვირონ ხელი არა, ჩემი მუშამ რაღაც არასწორად გააკეთა და ის გააკეთა.